მშვიდობის ეს ციგნების ტაროა მე ალექსანდრე ლორკიფანიძე ვარ და დღეს ციგნების ტაროს 22-ვე სეზონის მეოთხედფინალური თამაში შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები გველური დასავლეთი და ყინული ცხრა. აბა როგორ ახართ მეოთხედფინალისტებო? შესანიშნავად შემართებით. კარგია, ესეთი განწყობა მეოთხედფინალს უხდება, ესეთი განწყობა ორი ძალიან კარგი გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს, ძალიან გამოცდილი ორივე, ამასაც დავამატებ და წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო. გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს წიგნის ვაუჩერებს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან. თქვენს და მაყურებელსაც ვეთქვი, რომ კვლავაც ერთგულად ჩვენ გვერდშია ჩვენი პარტნიორი PSP და ასევე შეგახსენებთ მთავარ პრიზზეც, რომლისთვისაც იბრძვიან ჩვენს სეზონში გუნდები, ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯი. აი ახლა კი ის ჭეშმარიტების მომენტი დგება, როდესაც შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ თამაში წიგნების გარეთ. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში გამოჩნდა. ავტორის თქმით, გმირის შექმნის ერთ-ერთი ინსპირაცია მისი თანამემამულე მწერლის პერსონაჟი იყო. ზოგიერთი მახასიათებელი კი საკუთარი დის შვილისგან აიღო. გამოსაცნობ პერსონაჟს საკმაოდ ტრავმული პერიოდის გავლა მოუწია და თავისებური მორალური კოდექსი ჩამოუყალიბდა. გმირი გამორჩეულია როგორც საკუთარი გარეგნობით, ისე გონებრივი შესაძლებლობებითა და ოსტატობით. მეორე მხრივ მისთვის ძალიან რთულია ემოციური კავშირების ჩამოყალიბება და მისი ურთიერთობები სერიის სხვა გმირებთანაც არასტაბილურია. ტექსტიდან ვიგებთ, რომ გამოსაცნობი გმირი სკანდინავიურმა სახელმწიფომ ბავშვობაში იურიდიულად არაკომპეტენტურად ლიზბეთ სალანდერი. ლიზბეთ სალანდერი. ვისი გმირია, რისი გმირია? სტიგ ლარსონის მილენიუმის საგის. და ეგეთია ემოციური კავშირების ჩამოყალიბება. ინტროვერტია რა. ო, არა უბრალოდ ინტროვერტი, თუ სწორად მახსოვს ასპერგერის სინდრომი. კი, მაგის მეც მინდა. ეს ნამდვილად არის ლიზბეთ სალანდერი. არა, ლიზბეთ სალანდერი, სტიგ ლარსონის მილენიუმის საგის, როგორც ილიამ აღნიშნა ყველა დეტალი სწორედ, ანუ იგივე გოგონა დრაკონის სტატუთი გახლავთ ლიზბეთ სალანდერი და 3 ქულის მომტანი ყინული ცხრასთვის 3-0 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი. ციტატა. უდარდელმა ფრანგმა ასანთი ჩექმის ლანჩს გამოჰკრა. მერე ანთებული წკირი გაზის ბალონის მილთან მიიტანა, სადაც დიდი წნევის ქვეშ მანათობელი გაზის მარაგი ინახებოდა. გაზის ეს მარაგი 144 საათს, ანუ 6 დღეღამეს უნდა ყოფნოდათ გასანათებლად და გასათბობად. გაზის სინათლეზე მოგზაურებმა დაინახეს კომფორტაბელური ძალიან დაგებულ კედლებიანი ოთახი, რომელსაც თაღისებური ჭერი ჰქონდა. ოთახში მრგვალი დივანი იდგა. ხუმარაში მოთავსებული ყოველი საგანი, იარაღი, ჭურჭელი, ხელსაწყოები ყველაფერი მკვიდრად იყო კედელზე მიმაგრებული. რათა ძლიერი ბიძგისათვის გაეძლო. ამ გაბედული ცდის წარმატებით განსახორციელებლად ყველაფერი გაკეთდა, რაც კი ადამიანის ძალას შესწევდა. მიშელ არდანმა გულდასმით დაათვალიერა იქაურობა და განაცხადა საცხოვრებლით კმაყოფილი ვარო. რასაკვირველია, ციხეში ვართ, თქვა მან, მაგრამ მფრინავ ციხეში. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. აბა გველური დასავლეთი ეცდება ახლა 2 ქულის მოპოვებას. ისმენთ? ჩვენ. და? ჩვენ. ზამიატინის ჩვენს გულისხმობს. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი, დარჩენილ წამებს იფიქრებს ყინული. ეს პერსონაჟი სახელმწიფო.
შეიძლება ისე ეძახით. 3 2 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება სპეციალურად ყინული ცხრასთვის. ნუ გაგიკვირდებათ რომ ღამის მნათობზე დავიწყე ლაპარაკი. ვინ იცის იქნებ ჩვენ ჯერ კიდევ უნახავი სამყაროს კოლუმბობა გვიწერია. გამიგონეთ, დამიჯერეთ და მე თქვენ გაგიძღვებით მის დასაპყრობად. ჩვენ მის სახელს შევუერთებთ იმ 36 შტატს, შეერთებული შტატების უძლევალ სახელმწიფოს რომ ქმნიან. იყოს ჟულ ვერნის დედამიწი და მთვარები. ეს არის ჟულ ვერნის დედამიწი და მთვარემდე, ეს სწორი პასუხია. ნამდვილად ეს მფრინავი ციხე არის უმბარა, რომელიც მიემართებოდა მთვარისაკენ, რა თქმა უნდა. ორ ქვეყანაზე უქონდა, მაგრამ აი ციხემ დაგვაბნია. რაღაც არ მოგეწონათ, ხო? ეს ციხე ესეთ მეტაფორული. ეგ მე რა ვთქვით ბოლოს მეტაფორული იქნებაო. ხო. კი ბატონო, ეს მოვკითხოთ ბატონ მიშელ არდანს პერსონაჟს ამ ნაწარმოებისა. 4-0 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. დაასახელეთ 21-ე საუკუნეში დაწერილი ნაწარმოები, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ კვლევად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ტექსტში ავტორი გარკვეულწილად უპირისპირდება კლასიკურ დასავლურ ნარატივებს და დეტალურად აღგვიწერს სინამდვილეში როგორ ხდებოდა იდეების გავრცელება და განვითარება. ნაწარმოები ისტორიული ვითარებისა და იდეების ეროვნული ფესვების მიმოხილვით იწყება. შემდგომში კი კონცენტრირდება 1883-1917 წლების პერიოდზე. როცა ავტორის აზრით რუსეთის იმპერიაში ყველაზე წარმატებული მარქსისტული მოძრაობა ჩამოყალიბდა. ტექსტი ხაზს უსვამს, რომ ეს მოძრაობა არა რადიკალურ რევოლუციურ, არამედ ზომიერ ევროპულ გზას მიჰყვებოდა. დასასრულს გეტყვით, რომ ბრიტანელ-ამერიკელი ავტორის ამ წიგნში მათ შორის გურიის რესპუბლიკის შემთხვევაცაა განხილული. ვერსია არ არის 30 წამი გაქვთ. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და 1 ქულისთვის იბრძოლებენ ახლა გუნდები. წიგნი პირველად 2005 წელს გამოიცა და მისი ავტორი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორია, რომელსაც საქართველოზე დაწერილი კიდევ არაერთი ტექსტი ეკუთვნის. ნაწარმოები გვიყვება ქართული მარქსისტული მოძრაობის უნიკალურობასა და რუსული ბოლშევიზმისგან განსხვავებულობაზე, რაც მას განსაკუთრებულ დემოკრატიულ ელფერს ანიჭებდა. ისმენთ საქართველოს სოციალისტურ ფერებში. როგორ? საქართველოს სოციალისტური ფერები. დააზუსტეთ. აუ დაგვერხა. შიქვია რა და ან თქვენ დაგერხათ, ან მე არ ვიცი, აბა. სოციალისტური საქართველოს ფერები. არ ვიცი. ამ ფერები არის და აი მოგცემთ სამ წამს, ჩამოაყალიბეთ ვერსია და მითხარით საბოლოო ვერსია. საქართველოს სოციალისტური 3, ეგ ვთქვით და არა. 2, საქართველოს სოციალისტური ფერები. საქართველოს სოციალისტური ფერები. ან სოციალისტური ფერების საქართველოს. რა ვიცი რა. ეგ აი არ გვინდა, კაი. ეს არ არის. ახ ეს არ არის. გველური დასავლეთი რამეს სხვანაირად თუ შეაკვაწიწებს? არც. რომც მაინც არ. იცით ისე? არა. მოკლედ, ნახეთ რა შეასაქმე. მართალია, სათაური ინგლისური საქართველოს ფერებია? არა, არა. მოიცა სათაური ინგლისურენოვანია, ამიტომ რაღაცა მიმართება სწორი რო ყოფილიყო თარგმნის ჩაგეთვლიდით. მთავარი აქ არის ის, რომ ეს არის სოციალიზმი ქართულ ფერებში. სოციალისტურ ფერებში საქართველო კი არა, ქართულ ფერებში სოციალიზმი. წიგნს მივხვდით პარა. ამიტომ ქართული ფერების სოციალიზმი ან რაღაც რო გეთქვათ, ჩავთვლით მაგ შემთხვევაში. ხო, სტივენ ჯონსი არის ავტორი, მიხვდნენ მართლა წიგნს, უბრალოდ სათაური სწორად არ გაახსენდათ. არა უშავს, გავაგრძელოთ თამაში. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა.
დაასახელეთ ის, რაც ერთ რეგიონში მე-12 საუკუნეში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეტიმოლოგიურად სიტყვა შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ვინმეს შვილი. ამ სტატუსის მატარებლები თავისუფლდებოდნენ ზოგიერთი გადასახადისგან. ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება და სოციალური აღიარება. მიუხედავად ამისა, ხშირად არ გამოირჩეოდნენ სიმდიდრით. რაინდები არიან უმცროსი შვილები დიდებულების და არც სტატუსი აქვთ, იარაღის ტარების უფლებაც აქვთ და მე-12 საუკუნეში ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო და უნდა ყოფილიყო. რაინდი. ხო. და რაინდები არის მოთხრობა ხო, რაც თქვი ყველაფერი სწორია, გიორგი, მაგრამ ამ კითხვის პასუხი არ არის რაინდი. ჩემი? არა. ვაგრძელებ შეკითხვას ყინული ცხრასთვის ყურადღებით. საინტერესოა, რომ ამ სტატუსის მქონეთა მრავალი ტიპი არსებობდა. თუმცა გამოსაცნობი ტერმინით, როგორც წესი, თავადაზნაურული იერარქიის ყველაზე დაბლა მდგომთ მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ტერმინი კოლონიალიზმის დამსახურებით ახალ მიწებზეც გავრცელდა. მაგალითად, მექსიკის ერთ-ერთი შტატი დღემდე ამ სახელს ატარებს. მე-17 საუკუნის ძალიან ცნობილი პერსონაჟი კი აღნიშნული წოდების მქონე კლასიკური სტერეოტიპული სახეა. არის ღარიბი, თუმცა საკუთარი სტატუსითა და ღირსების ideit შეპყრობილი. ვერსია არ არის, 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. იდალგო. იდალგო. სამიანზე. ნამდვილად. იდალგო. მახვილგონიერი იდალგო, დონ კიხოტ ლამანჩელი, მოგეხსენებათ, არის მიგელ და სერვანტესის ცნობილი ნაწარმოები და იდალგო იყო ეს ერთგვარი ესპანური აზნაური. რომელიც ნიშნავს, ესე რომ ვთარგმნოთ, ვინმეს შვილს, ვიღაცის შვილი, ასე ვთქვათ. 4 რაუნდი გავიარეთ, მეგობრებო. შესაბამისად, შეგვიძლია ახლა ვნახოთ ვიდეო რგოლი და მე-5 რაუნდის დროც დადგება. ჟიულ ვერნის რომანი დედამიწი და მთვარემდე, რომელიც 1865 წელს ქვეყნდება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ტექსტია. ნაწარმოები მოგვითხრობს ამერიკელი არტილერისტების მცდელობაზე გაგზავნილ კაფსულა მთვარეზე. ტექსტი ირეკლავს მე-19 საუკუნეში გავრცელებულ სამეცნიერო ოპტიმიზმსა და ტექნოლოგიური პროგრესისადმი რწმენას. ავტორი დეტალურად აღწერს ტექნიკურ მხარეს, რითაც ტექსტში აღწერილი მოვლენებისადმი მკითხველის სანდოობას ზრდის. ვერნი ასევე იყენებს სატირულ ტონსას, რითაც მსუბუქად აკრიტიკებს პერსონაჟების სამეცნიერო თუ პოლიტიკურ ენთუზიაზმს. აღსანიშნავია, რომ შემდგომში გამოიცა რომანის გაგრძელებაც მთვარის გარშემო, რომელიც ექსპედიციის შედეგებსა და პერსონაჟების ბედზე მოგვითხრობს. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, მე-5 რაუნდი ვიდეო შეკითხვა. დაასახელეთ ავტორი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ის იყო ჩართული რევოლუციურ საქმიანობაში, რის გამოც 22 წლის ასაკში გადაასახლეს. დაბრუნების შემდგომ მუშაობდა რამდენიმე გაზეთის რედაქციაში და ამავე პერიოდში გამოაქვეყნა პირველი ლექსებიც. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მის შემოქმედებაში გაძლიერდა ახალი ქვეყნის მშენებლობის მოტივები. საინტერესოა, რომ ავტორს ვიცნობთ ფსევდონიმით, რომელიც მის წარმომავლობაზე მიგვანიშნებს. იგი ძირითადად პოეზიას ქმნიდა, თუმცა სწორედ მას ეკუთვნის რომანი, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ ერთ-ერთ პირველ სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნევა. ასტრონომიული დასავლეთი. ვინ? აბაშელი. აბაშელი. ხალის არყეში. ეს არის ალექსანდრე აბაშელი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ხალის არყეში არის მისი რომანი. მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად უფრო მეტად ცნობილი იყო როგორც პოეტი, მაგრამ შემდგომში დაწერა ეს ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის რომანი. ფანტასტიკის ხსენებაზე ატყდა ლაწუნი და რაც ქვია კიდევ ბრახაბრუხი, მაგრამ დაასწრო გველურმა დასავლეთმა ყინული 9-ს და შესაბამისად 3 ქულაც მოიპოვა. 6-ით 3 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ. მე-6 რაუნდი. ასოციაცია. ცივილიზაცია, მისია, პრეისტორია, ევოლუცია, ექსპედიცია, ეკიპაჟი, ვარსკვლავთა სისტემა, სიკვდილი, დაპირისპირება, თანამგზავრი,
ხელოვნური ინტელექტი, განთიადი, ზე ადამიანი, მოგზაურობა, მონოლითი. არის ხო? 2001 კოსმოსური ოდისეა. გვეჭებოდა. სიტყვაზე მქონდა რა, მაგრამ ეკრანიზაციაში რომ მოგვიდა პირველ თამაშზე მაგით არ გავიდა. მეკცას რომ არ მქონდეს ვიცი, მაგრამ მაინც. არანაირი მსგავსი ფილტრი არ არსებობს ციგნების არასწრესებში. ხანდახან სპეციალურად დამობნეველი იყოს. აიყო ეგ არ არის. ეს სწორი პასუხია მეგობრებო. ეს არის კოსმოსური ოდისეა 2001, ართურ კლარკის რომანი. მონოლითი ძალიან ისეთი მონოლითური სიტყვაა, შეიძლება ითქვას ამ რომანის მისახვედრად. ხო არ გქონდათ ვერსია? სხვა. კი ბატონო, 3 ქულა წავიდა ამ შემთხვევაში ყინული 9-სკენ. გავაგრძელოთ თამაში. მე-7 რაუნდი. ავტორი. გამოიცანით მე-19 საუკუნის შუაში დაბადებული ავტორი. ის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი იყო და მცირე ასაკიდანვე დაინტერესდა კითხვით. გარკვეული პერიოდით მომავალი ავტორი კოლონიალური ადმინისტრაციის ნაწილი იყო, რამაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი აქტიურად დაიწყო წერა და სათავგადასავლო რომანებით მალევე მოიპოვა წარმატება. ავტორის სტილს დინამიკური მარტივი თხრობა გამოარჩევს. მისი შემოქმედებისთვის სახასიათოა უცხო მიწების კვლევა, ანტიკური ცივილიზაციები, მისტიკური ქალი პერსონაჟები და ასე შემდეგ. ის დაკარგული სამყაროს ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევა. გეტყვით იმასაც, რომ ავტორის ერთ-ერთ ცნობილ ტექსტში ინგლისელი პერსონაჟი აცტეკთა იმპერიაში მოხვდება და მისი დაცემის აბა გისმენთ, უნდა დაასახელოთ ეს მწერალი. ვარი მაინც გისმენთ. 3 2 1 არა, ამდენი ხანი ვეღარ დავუძებით მეგობრებო. დავასრულებ შეკითხვას ყინული 9-თვის. მისი დაცემის მომსწრეც გახდება ჰაგარდი. ეს არის ჰენრი რაიდერ ჰაგარდი, ეს სწორი პასუხია. ჰაგარდი არის ეს ადამიანი, რომელსაც გამწარებული იხსენებდნენ გველური დასავლეთის მოთამაშეები, მაგრამ სამწუხაროდ არ ამოტივტივდა თავში თორემ. ხო ვიცი რომ იციან, მაგრამ კი ბატონო, აცტეკთა დაცემაზე უკვე გასაგები გახდა, რაზეც იყო საუბარი. 3 ქულა ყინული 9-ს, მე-8 რაუნდი, ეკრანიზაცია. ამბოხისნული და ამბოხის გზა. ეს კიდევ 3 ქულა ყინული 9-ს აქტივში, ეს არის ამბოხის და რიჩარდ გეიტსის რომანის ეკრანიზაციას ხედავდით, რითი იცანით? საფრანგეთში შედის და ლეო დიკაპრიოა კეფა არ მაგის. დიკაპრიოს კეფის დამსახურებით და მუსიკაც გამახსენდა რომ გავს რა ეგ მუსიკა. ხო, რაღაცა ლაიტმოტივი გეცნოთ ამ შემთხვევაში. კეთილი. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი, ნაწარმოები. დაასახელეთ მე-20 საუკუნის მიწურულს გამოცემული ძალიან ცნობილი ნაწარმოები. წიგნის ერთ-ერთი თემა პასუხისმგებლობის საკითხია და მიიჩნევა იმ პოპულარული კონცეფციის გამოძახილად, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის წარსულ დანაშაულებთან გამკლავების გზებს მოიცავს.
აღსანიშნავია რომანის მიხედვით 2008 წელს გადაღებული ჰოლივუდური ადაპტაციაც. ნაწარმოების პირველ ნაწილში მორალურად ორაზროვან ურთიერთობას ვეცნობით. შემდგომი კი სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებში. წამკითხველი. რატო? ფილმით მივხვდი, როდესაც მოწას გამოვიდა, თან კეით უინსლეტი მოიგო ოსკარი მაგაში. დამოთოს ვითხეს ეგ არისო. მაგათმა რო გითხრეს ეგ არისო? საკმარისი მტკიცებულებაა? საკმაოდ. აი ესე უნდა ენდობოდეს საკუთარ გუნდელებს, რომ როგორც კი ვერსია არ და თქვენ ისე უთხარით, ხო? რავი, ეგ არის. არა. არის წამკითხველი. მოგვეწონა იმისფერი დაამატეთ ინფორმაცია დარწმუნებით და ვარტყით შედარება. წამკითხველი. დიახ. წამკითხველი კარგი, სწორი პასუხია. სწორი პასუხია. აღარ ჩავხლავთავ ფორმულირებას. წამკითხველი არ არის ის პასუხი, რომელიც მოეწონებოდა ვიღაცას. ეს არის სამი ქულა კიდევ ყინული ცხრას აქტივში, ყინული ცხრამ საგრძნობლად გაზარდა საკუთარი უპირატესობა, მაგრამ გველური დასავლეთის ანუგეშოთ ვიტყვი, რომ 12 ქულა ჯერ კიდევ გასათამაშებელია ბლიცამდე, მეგობრებო. მანამდე მოდით ვიდეო რგოლი ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ თამაში. ჯონ სტაინბეკის 30-იან წლებში გამოქვეყნებული რომანი მრისხანების მტევნები ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ საეტაპო ტექსტად იქცევა. მის ცენტრშია ჯოუდების ოჯახი, რომლებიც დიდი დეპრესიისა და მტვრის ქარიშხლის კრიზისის პირობებში იძულებულები არიან მშობლიური ოკლაჰომა მიატოვონ და ბედის საძიებლად კალიფორნიას მიაშურონ. ნაწარმოები მოგვითხრობს უკიდურეს გაჭირვებაზე, მუშაობის უმძიმეს პირობებზე და ამერიკულ საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ სტრუქტურულ უთანასწორობაზე. გამოცემის შემდეგ ზოგიერთი ჯგუფი რომანს კომუნისტური ტენდენციების მქონედ მიიჩნევს და მწვავედ გააკრიტიკებს. მიუხედავად ამისა, 1940 წელს ნაწარმოები პულიცერის პრემიას იღებს და ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომავალში ჯონ სტაინბეკის ნობელის პრემიით დაჯილდოვებაში. გრძელდება წიგნების თარო, პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა. მასზე შედარებით მწირი ცნობები გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ აქტიურად ერთვებოდა თავისი სოფლის ცხოვრებაში და იქ სკოლაც კი გახსნა. ბევრისთვის მოულოდნელად გამოსაცნობმა ადამიანმა ყარაჯალარის ოლქის არჩევნები მოიგო. ხარიხან სოფიევა. აი, გამისხრებული. პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც პარლამენტში შევიდა რა. საქართველოში. დიახ. და სოფლიოშიც საერთოდ. ეს არის პირველი მუსლიმი ქალი სოფლიოში, რომელიც გახდა პარლამენტის მაშინდელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ეს არის ფარიხან სოფიევა, ფარიხანუმ სოფიევა ასევე შეიძლება. ოჩახ, ეს ორი ქულა ძალიან საინტერესო ფიგურა იყო სხვათა შორის თავისი არსით, ძალიან ისეთი დამოუკიდებელი და თანამედროვე შეიძლება ითქვას. გავაგრძელოთ. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. თქვენ უნდა გამოიცნოთ ჰიდრონიმი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მას სათავე კახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2129 მეტრზე აქვს. იგი თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. გაზაფხულზე წყალდიდობა ახასიათებს, ზამთარში კი წყალმცირობა. ამ ადგილიდან გაყვანილია მატნის არხი, რომელიც 1190 ჰექტარ ფართობს რწყავს. გეტყვით იმასაც, რომ ამ მდინარის სიგრძე 43 კილომეტრია და ალაზნის მარჯვენა შენაკადია. მე უნდა ვთქვათ. მოდი იყოს. ვალდებულება არ არის, მაგრამ თქვი. მდინარე ხოდაშენი იყო. ხოდაშენი. ახმეტში არის სოფელი იქნებ მდინარესაც ერქვა. იქნებ მდინარეც იყოს ხოდაშენი. არ არის მდინარე ხოდაშენი. ამ კითხვის პასუხი საერთოდ არის თუ არა, არ ვიცი, შეიძლება არ არის, ასევე გველური დასავლეთი, რამეს მეტყვით, ასევე კი, აბა დააჭირე. ჩაილური. აჰა, და ჩაილური. ჩაილური. ამ ვერსიამაც ჩაილურის ხალი დალია, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ეს მდინარე თავის ხეობითაც ცნობილია. რა? რა ვერსია იყო რამე? ანკისი. არა. ეს არის ილტო. ილტოს ხეობა. არ ვიცოდით. კარგით, გავაგრძელოთ. მესამე ქართული რაუნდი.
კულტურა. დაასახელეთ ის, რაც ოფიციალურ დონეზე აღარ გამოიყენება. თუმცა მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ როლს ინარჩუნებს. ის თავისი შექმნის პერიოდში არსებულ ტენდენციას ეხმიანებოდა და რესპუბლიკანიზმს გამოხატავდა. ერთი ვერსიით მისი დეტალები წარსულსა და მომავალს სიმბოლიზირებს. ისევე როგორც სოციალ-დემოკრატიულ მმართველობას. სხვა ვერსიით კი ინსპირაცია გერმანია იყო. პირველად გამოსაცნობი სიმბოლო საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ჩნდება. ყინული. დროშა ხო არ არის, რომელიც პირველი რესპუბლიკის დროს გამოიყენეს. პირველი რესპუბლიკის დროშა. პირველი რესპუბლიკის დროშა. მოდიახ. როგორი იყო შეგიძლიათ აღმოჩნდეთ? თეთრი და შავი იყო ზევით და შინდისფერი. არა, ის არის, მე ცოტა აქეთ. იმას წითელი და თეთრი თუ ხო? არა, სწორად. მე მგონი. ხა, მერია დაიგეთ. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად თქვენი სამოსის ფერებში იყო ეს რომელიც სწორი პასუხია ასევე პირველი რესპუბლიკის დროშა. თეთრი და შავი მოკლე ზოლი შინდისფერ მუქ მეწამულ ფონზე ეს იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც ეს დროშა მოქმედებდა უკვე 21 საუკუნემდეც და შემდგომ შეიცვალა ხუთჯვრიანი დროშით. კეთილი, ზოგად რაუნდებს მივადგეთ, მეგობრებო. ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. ლექს, მონიკა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით მე-20 საუკუნის 40-იან წლებში შექმნილი ნამუშევარი, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა და ხშირად სახელდება ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის. Citizen Kane. Citizen Kane. მოქალაქე კეინი, ორსონ უელსის. სწრაფად გარისკე. ესე გქონდა გადაწყვეტილი? 41-ში გამოიცა მე მგონი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად ხშირად დაფასებული. ამერიკულ სიებში პირველზეც კი არის ხოლმე ხშირად მოქალაქე კეინი, თუმცა ეს არ არის სწორი პასუხი ამ შემთხვევაში. არ არის სწორი პასუხი. გავაგრძელებ შეკითხვას მონიკასთვის. აღსანიშნავია, რომ მასში ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. ფილმი წარმოადგენს სოციალური სისტემის მწვავე კრიტიკას და მისთვის ცენტრალურია მამა-შვილის ურთიერთობა. გამოსაცნობი ნეორეალისტური დრამა მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ცდილობს იპოვოს მოპარული ნივთი, რომლის გარეშეც სამსახურის დაკარგვა და ოჯახთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნა ემუქრება. გეტყვით იმასაც, რომ ვიტორიო დე სიკას ეს ფილმი ლუიჯი ბარტოლინის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. 3, 2, 1. ლექს შენ ხარ მიხვდი რაზეა საუბარი? არა, იტალიურ კინოს არ ვიცნობ. არის. ხო, ეს ფილმიც ერთ-ერთი კინოშედევრია ნამდვილად. ეს არის ველოსიპედის გამტაცებლები, ან ველოსიპედის ქურდები, როგორც გენებოთ. ველოსიპედის ქურდები, ველოსიპედის გამტაცებლები სხვადასხვანაირად შეიძლება თარგმნოთ. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. გიორგი, ლევან, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. თქვენ უნდა დაასახელოთ ის, რასაც მათემატიკაში, ფინანსებში, ბიოლოგიასა თუ სხვა სფეროებში აქვს გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ის პირველად მე-17 საუკუნის ნაშრომში საპროცენტო განაკვეთის საკითხთან მიმართებით არის ნახსენები. გოტფრიდ ლაიბნიცმა კი მის აღსანიშნავად სიმბოლო B გამოიყენა. ლათინური B. ესაა ტრანსცენდენტული და ირაციონალური რიცხვი, რომელიც ბუნებრივად ჩნდება უწყვეტი ზრდისა და ცვლილების მათემატიკურ მოდელებში. გეტყვით იმასაც, რომ მისი პოპულარიზება და ჩვენთვის ცნობილი სიმბოლოს დამკვიდრება შვეიცარიელ მეცნიერს უკავშირდება და გამოსაცნობ რიცხვს ხშირად სწორედ მისი სახელით მოიხსენიებენ. 3. აბა გიორგი. ოილერი. რა? ოილერის რიცხვი. ოილერის რიცხვი. ოილერი. ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ეს არის ოილერის რიცხვი.
ნებოთ ეილერის, ნებოთ ოილერის. ორივე შემთხვევაში მისაღებია. ოილერის რიცხვზე იყო საუბარი. ყოჩახ და სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. დავით, ილია, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით სპორტსმენი, რომელიც საკუთარ დისციპლინაში ყველა დროის საუკეთესოთა შორისაა. თინეიჯერობის ასაკში ის ჭიდაობაში აღწევდა წარმატებებს და კარიერის გასაგრძელებლად კოლეჯიც მიატოვა. ის ცნობილია სტრაიკინგის არატრადიციული სტილით, საბრძოლო ინტელექტითა და გრეპლინგის შესანიშნავი უნარებით. მისი კარიერა სავსეა წინააღმდეგობებითა თუ პაუზებით, თუმცა მის სახელს უკავშირდება ორგანიზაციაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონობა. მძიმე წონაში ყველაზე მეტი გამარჯვება, ტიტულის დაცვა. ჯონ ჯონსი. ეს ჯონ ჯონსია, რა თქმა უნდა. რაღაც მომენტში დავიწყე, რომ მარტივად იყო საქმე. ჯონ ჯონსი, რომელსაც, ალბათ ყველაზე მეტი ადამიანი ყველა დროის საუკეთესოდ ჯონ ჯონს მიიჩნევს MMA-ში. ორი ქულა გველურ დასავლეთს, ამგვარად გავიარეთ უკვე ზოგადი რაუნდები, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ გვაქვს ვიდეო რგოლის ნახვა, ასევე წინ გვაქვს ბლიცის ეტაპი, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22-ე სეზონის პარტნიორები არიან გამომცემლობა ინტელექტი და PSP. მოდით ნახოთ ვიდეო რგოლი. იტალიური კინოკლასიკა ველოსიპედის ქურდები, რომელიც კინოეკრანებზე 1948 წელს გამოდის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქვეყანაში დამდგარ რთულ სოციალურ ვითარებაზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი ანტონიო სამსახურს პოულობს, მაგრამ ველოსიპედს პარავენ და უწევს შვილთან ერთად მისი ძებნა დაიწყოს. რეჟისორი ვიტორიო და სიკა ნეორეალიზმის კლასიკურ ნიმუშს ქმნის, რომელშიც არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. ფილმს რეალურ ლოკაციებზე იღებენ, რაც მაყურებელზე დამატებით ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. სიუჟეტი ადამიანური ღირსების დაკარგვასა და გადარჩენას შორის ბრძოლას აღწერს, რაც დღემდე აქტუალურად რჩება. დესიკას ფილმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კინოს განვითარებაზე, რაც შემდგომში მრავალი სხვა რეჟისორის ნამუშევარშიც იგრძნობა. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. გრძელდება წიგნების თარო, წიგნების თაროს 22 სეზონის მეოთხედფინალს თამაშობთ, რომელშიც გველური დასავლეთი ყინული ცხვრის წინააღმდეგ იბრძვის ნახევარფინალში ადგილის მოსაპოვებლად. გიორგი და ილია ითამაშებენ ბლიცის ეტაპს და რადგან წინ არის ყინული, ილიასთან უნდა დავიწყო ბლიცი. მზად ხარ? დიახ. დავიწყოთ ბლიცი ილიას. დავიწყოთ. სადორი ავტორია გაბრიელა მისტრალი. ჩილე. სწორე ჰემინგუეის მოხუცი და ზღვა. სწორე რომელი ბრონტეს ფსევდონიმი იყო ქიურერ ბელი? შარლოტ. სწორე ჯეინ ოსტინის მესფილდ? პარკი. სწორე ზელეზინთან ვინ შექმნა მაგიური ბანკო? დორკინმა. სწორე რა ერქვა ოთარანთქვრივის ქმარს? თეოდორე. სწორე მარტითა რაგვარია მარჯორი? ტაირელი. სწორე დასტოევსკისა რაგვარია მაკარი? შემდეგი. ზეუშკინი, ლეო ქიაჩელის თავადის ქალი? მაია. სწორე რომელი წელის გმირია განსვენებული მატია პასკალი? პირანდელო. სწორე ამერიჯებთან რა ქვია არქიპოს ეთურის ენის მიმტანია? ასინეთა. სწორე იბრაჰიმ ალქუნის თვიდან სისხლი. სწორე ვის სახელობისაა წარღვნის მითი ბერძნულ მითოლოგიაში? დევკალიონი. სწორე ვის წრემლებს ხვდები ჯონ აპლაიკი? მამაჩემი. სწორე ვის ციგნია ჩემოდანი? დოლოტოვი. სწორე გეიმანის რომელ წიგნში ხვდებით არავინ არავის? სასაფლაოს წიგნი. სწორია როგორია მზის წელიწადი გურამ ფაჯიკის? აქტიური. სწორია როგორი ჩიტის ქრონიკები? მოსამართი. სწორია რამდენი წელია ნახსენები რუშდის წიგნის სათაურში? ორი. სწორია შეისწრებთან ვის ცოლია დეზდემონა? ოტელო. სწორია ალექსანდრ ბელიაევის პროფესორ დოუელის? თავი. სწორე გურამ ბოშანაშვილის ვატერპოლო, ანუ აღდგენილი. სამშობლები. სწორე კომიქსების რომელი კომპანიის გმირია ლოის ლეინი? დისი. სწორე იუსტაინ გორდერის სოფის? სამყარო. სწორია რა არის მტვერში ფოლკნერის წიგნის სათაურში? დროშები. სწორია ვის ნათელზე წერს რომენ გარი? ცა. ქალის ვისი პერსონაჟია ესტებან ტრუება? ალიენდი. სწორია იოზეფ როთის რადეცის? სწორია ვისი რომანია ჯანკი? ბეროუზი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ილიამ დააგროვა 27 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ილიას. ყოველი შემდეგი ბლიცი არის ახალი სიურპრიზი ილიასგან და 27 სწორი პასუხი. წინა 26 იყო, ხო? მე გითხარი არმან დუპლანტისივით იქცევით, ხო? თითო. შემდეგ 22 მიწევს. აუმჯობესე. ფილმში 29. ყოველ შემდეგ ბლიცს თქო და ესე გამოზოგილი აქტორი შეუძლია მე, მაგრამ ხა ესე. კეთილი. მე კი უნდა გადავინაცვლო გიორგისკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. გიორგი მზად ხარ? კი. დავიწყოთ ბლიცი გიორგი.
დავიწყოთ. სადორი ავტორია პაბლო ნერუდა. ჩილე. სწორედ ჰემინგუეის ვისთვის რეკს. ზარი. სწორედ რომელი ბრონტეს ფსევდონიმი. შარლოტა. ემილის ქართხაძის რომელ წიგნში ხვდებით გედეონ რივიას. შემდეგი. ქარავანი ზელაზინსა რა ქვია კორვინის მამას. ობერონი. სწორედ ლორდ ფირანძესა რა ქვია ჰექსლეის მსახურს. შემდეგი. რამინო მარტითა რა გვერია ტომენი. ბაერთეონი. სწორედ დოსტოევსკისა რა გვერია ნეტოჩკა. ნეზვანოვნა. სწორია ეგნატე ნიონშვილის მოსე. წეალი. სწორედ რომელ წელს გმირია ეჟენ გრანდე. ბალზაკი. სწორედ ამირიჯებთა რომელ ტყეში ცხოვრობდა არქიმოსეპური. საირმე. სწორედ სალვა ნუაიმის თაფლის. სამხილი. სწორედ ცოლის ჰადესიდან ამოყვანისას რომელმა ბერძენმა ორფეოსმა ის მოგონებებს ხვდებით მარგარეტა. სწორია ვის სიგნი აბრეშუმი. შემდეგი. ბარიკო გეიმანის რომელ წიგნში ხვდებით ტრისტან თორნს. შემდეგი. ვარსკვლავის სტროერი მე რამდენიც გურამ პანჯიკიძესთან. უკანასკნელი. მეშვიდე როგორია ცუკუროტაძაკი მურაფეევი. სწორია რამდენი თვეა ნახსენები რუშლის წიგნის სათაურში 8. შექსპირთან ვის შვილია კორდელია. მეფელიერი. სწორია ალექსანდრ ბელიაევის ადამიანი. შემდეგი. ამფიბია ოთარ ჭელაძის ყოველმან ჩემან. პოვნელონ. სწორია კომიქსების რომელი კომპანიის გმირია მერი ჯეინი. მარველი. სწორია იუსტაინ გორდერის პორტოხლის. გოგონა. სწორია რის ნათელია ფოლკნერის წიგნის სათაურში. ქალის. აგვისტოს რის ფესვებზე წერს რომენგარი. სწორია ვის პერსონაჟია ურანია კაბრალი. დაჩანიშვილი. ლიოსას დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 16 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ანგარიშით 49-23 იმარჯვებს ყინული 9 და აი ესე ყინული სისხლიანად გადადიან ნახევარფინალში. მეგობრებო, 4 საუკეთესო გუნდი საკმარისი მიღწევაა თქვენთვის? არა. მოგება გუნდი. მაშინ აი რაც საკმარისი მიღწევაა თქვენთვის, იმას გისურვებთ. აპლოდისმენტები ყინული 9. შესანიშნავი თამაში შემოგთავაზეს. მეორე მხრივ დღეს არ წაუვიდა თამაში ისე როგორც შეუძლია გველურ დასავლეთს და მოდით ხურვალი აპლოდისმენტები გავაკეთოთ. არცის მიუხედავად რითი გამგონი შესაძლებლობები. წარმატებები მომავალში. მაყურებლებს დაგემშვიდობებით. ერთმანეთს შევხვდებით ციგნების თაროში, თქვენ უყურებთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას